აუცილებლად დღეს გაგაცნობთ ბუნებისმეტყველების და ბიოლოგიის მასწავლებელს თინათინ ლაღიძეს, რომელიც ასევე გახლავთ მოხალისე სპეციალური საჭიროების მქონე პირების ცენტრებს და ხანდაზმულთა სახლებს სტუმრობს და სხვადასხვა სახალისო აქტივობით ასწავლის თუ როგორ უნდა მოუვაროთ მცენარეებს. ნახოთ გვანცა კელანავის სიუჟეტი და უკეთ გავიცნოთ ეს არაჩვეულებრივი პედაგოგია. მოვედი. როგორ ახართ? ძალიან სასიამოვნო, ძალიან სასიამოვნო. მოგიტანეთ რამოდენიმე ძალიან სასარგებლო მცენარე, რომელიც ოთახში ბაქტერიებს კლავს და ხო. ოღონდ ეს მცენარეები პატარა, გადასარგავია, ერთად გადავდგათ. ძალიან კარგი საჩუქარი. მიხარია, მე ძალიან მიყვარს თქვენთან ყოფნა. აი ძალიან უზომოდ და გავიგე რომ ის წიგნები სულ წაგიკითხავთ და ახალია მოსატანი, ხო? ბიბლიოთეკა გასაახლებელია. როდესაც ხანდაზმულებთან მოვდივარ და მათთან მაქვს ურთიერთობა, ვივსები უზარმაზარი დადებითი ენერგიით, ძალიან დიდი ძალა მეძლევა, შემდგომ ვაკეთო უფრო მეტი საქმე, მეძლევა სტიმული. გარდა ამისა, ხშირად ვიღებ ხანდაზმულებისგან დადებით რჩევებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რაც მეხმარება გარკვეულ პრობლემურ საკითხებში გადაჭრისთვის. ასევე ეს ყველაფერი მეხმარება ჩემს შვილებთან ურთიერთობაში. მინდა რომ მათთვის მაგალითი ვიყო სასიკეთო საქმეებში. ძალიან ვიზრდები მათთან ურთიერთობით, უამრავ ენერგიას ვიღებ და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. უკვე 13 წელია მუშაობ სკოლაში. პედაგოგად მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც პიროვნება, ვიღებ ძალიან დიდ დადებით ემოციას ბავშვებისგან. დილით რა პრობლემები დატვირთულიც არ უნდა ვიყო, როგორც კი სკოლის ჭიშკარში შემოვალ და შემოაბიჯებ, პირველივე მოსწავლე, ვინც შემხვდება და გამიღიმებს, უგრძნობ, რომ ნებისმიერი პრობლემა მავიწყდება და იმ საქმიანობაში ვარ მთელი გულით. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ვაცნობიერებდი, რომ მცენარეებთან ურთიერთობას ჩემთვის მოქონდა ძალიან დიდი ჰარმონია და ბედნიერება. ამ მიმართულებით ავირჩიე პროფესიაც, ვთვლი, რომ ეს არის ჩემთვის იდეალური საქმიანობა, მცენარეებთან და ბავშვებთან ურთიერთობა ერთობლივად დადებითი ენერგიის მომცემია. სკოლაში ხელმძღვანელობ არაფორმალური განათლების მიმართულებით ეკოკლუბ მწვანე სივრცეს. ეს კლუბი მოიაზრებს აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას და ამ გზით ეკოცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში. კლუბში ასევე აქტიურად მუშაობთ რესურსების მდგრადად მოხმარების მიმართულებით. ვცდილობთ, რომ ნივთებს მეორადი სიცოცხლე ვაჩუქოთ. ჩვენს მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვებს ვაწყობ და შემოსული თანხა საქველმოქმედო მიმართულებით მიდის. გასულ წელს გავხდი მწვანე ჯილდოს გამარჯვებული, რამაც მომცა უდიდესი სტიმული, რაც შეიძლება მეტი გარემოსდაცვითი აქტივობები განვახორციელო მომავალში. ძალიან მიხარია და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემს მოსწავლეებთან ერთად მოვხვდე ევროპის სხვადასხვა ქალაქში კონფერენციებზე. კლუბი მწვანე სივრცე არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლუბი ჩვენ სკოლაში. პატარა ასაკიდანვე გვაჩვენს თუ როგორ უნდა დავიცვათ გარემო, გვიღვივებს ძალიან ბევრ უნარს, მაგალითად ემპათიის უნარს, რომელიც გამოიხატება ჩვენს თავშესაფრებში წასვლის დროს, გამოფენა გაყიდვების დროს. ეთიკო მასწავლებელი თვითონ არის ძალიან ემპათიის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველგან მხარს გვიჭერს, ყოველთვის გვეხმარება. დავარსე ინიციატივა იზრუნე და გაახარე, რომელიც გულისხმობს მოხალისეობრივად მწვანე გაკვეთილების პრაქტიკულ და თეორიულ კურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმიანობა რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობდეს, ამიტომ ხშირად ვსტუმრობ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც არსებულ დღის ცენტრებს და ხანდაზმულთა სახლებს. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის, რომ პოპულარიზაცია გაუწიო მოხალისეობას.